გამარჯობათ. დღეს ჩვენ გავაკეთებთ აი ამ კლიპს, ამ მსგავს. ნახოთ როგორ გამოგვივა. ერთი სიტყვით მოკლედ რო აღწერო, ამ კლიპის გასაკეთებლად საჭიროა მინიმუმ 2 პროგრამის გამოყენება. ეს არის After Effects-ი თავისთავად, სადაც საბოლოო პროდუქტს მიღებ და ასევე საჭიროა 3D პროგრამა, სადაც შევქმნით აი ამ ობიექტებს. 3D ობიექტების შესაქმნელად მე ვიყენებ Autodesk Maya-ს. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ სხვა 3D პროგრამა გამოიყენოთ მსგავსი ობიექტების შესაქმნელად. დავიწყოთ. ეს არის Autodesk Maya. ალბათ ბევრისთვის უცნობი, ბევრისთვის ცნობილი პროგრამა. დავიწყოთ იქიდან, რომ უნდა ჩავწეროთ, უნდა გავაკეთოთ ჩვენ წრეები. როგორც ვიდეოზე იყო ნაჩვენები, აი ეს წრეები. დავიწყოთ create polygon. ჩვენ აუცილებლად პირველ რიგში უნდა შევიდეთ აქ polygon სისტემაში create polygon, create cylinders. Create cylinders. ცილინდრი შექმნილია. აძლევთ მას ობიექტის სახეს. ვაყენებთ სცენის ცენტრში. შემდგომ ვარედაქტირებთ მას ისე როგორც ჩვენ გსურს. მისი რადიუსი ალბათ არ გვაწყობს. გავზრდით 5-მდე. მე მგონი შეიძლება ცოტა მეტის გავაკეთოთ 6. სიმაღლე საკმარისია ალბათ. ცოტა შეიძლება გავზრდოთ 3 ალბათ. დიდი არის, 1.5 იყოს. ეხლა რაც მთავარია იქ იმისთვის რომ ჩვენ მივიღოთ ზუსტად ის ობიექტი რომელიც გვჭირდება. აქ მოცემული პოლიგონების რაოდენობა არის საკმარისი. აი როგორც ხედავთ, როცა სმუნთს ვაძლევ, ეგრევე ფორმას იცვლის, დეფორმირდება. ჩვენ გვინდა ცოტათი კუთხოვანი და ცოტათი მომრგვალებული ბოლოებში. ამისთვის ჩვენ უნდა გავზარდოთ პოლიგონების რაოდენობა. ჩვენ ზრდით რადიუსში მდებარე სხივების რაოდენობას. ნახოთ შედეგი დიდად არ განსხვავდება. ეხლა ჩვენ უნდა დავამატოთ აუცილებლად გარეთა ზედაპირის პოლიგონების რაოდენობა უნდა გავზარდოთ 5. ნახოთ შედეგი როგორია. მე მგონი კიდე ცოტა უფროა გასაზრდელი. ალბათ ეს საკმარისი იქნება. მე მგონი საკმარისი იქნება ეს იმის მისაღწევად რაც ჩვენ გვსურს. ასევე ცოტა დავამატოთ შიგნით წრეში წრეების რაოდენობა. წრეების რაოდენობის დამატებასთან ერთად ხედავთ რომ გვერდები უფრო დაემსგავს იმას რაც ჩვენ გვსურს. აქვე მინდა აღვნიშნო რომ ჩემი მიზანი არ არის ზუსტად იგივე გავიმეორო. შეიძლება რაღაც ცვლილებები მოხდეს მუშაობის დროს. ასევე მინდა გითხრათ რომ ეს ტუტორიალი დაიყოფა რამოდენიმე ეტაპად. ერთ ტუტორიალში ალბათ ვერ ჩაეტევა. ესე იგი იმისთვის რომ ჩვენ მივიღოთ ამოჭრილი წრე, გადავდივართ Maya-ს სხვა ფანჯარაში. ნიშნავთ ცენტრში ყველა პოლიგონს და key ღილაკების, ანუ სპეციალური ღილაკების საშუალებით ზრდით მონიშნული პოლიგონების რადიუსს, ანუ რაოდენობას ამავდროულად. იმისთვის რომ ეს გავაკეთოთ, საჭიროა Shift და მარჯვნივ გადაწევა.
მარცხნივ თუ გადავწევ, მაშინ ნახავთ, რომ ამცირებს პოლიგონების მონიშნულ რადიუსს. თუ მარჯვნივ გავზდით, თქვენ ხედავთ, რომ გაიზარდა მონიშნული პოლიგონების რაოდენობა. აქვე ნახოთ, შევამოწმოთ, გვაწყობს თუ არა ეს მდგომარეობა და ვშლით შიგნით მდებარეს. მე მგონი არ გვაწყობს, ხო? მაშინ ერთით შიგნით დავტოვოთ და შემდეგ გავზარდოთ ამ შიდა წრის რადიუსს. ჩვენ ახლა მოვნიშნეთ ხები, ეგრეთ წოდებული, ალბათ მათემატიკაშიც გაგიგიათ ეს. ხების მოსანიშნავად მაიაში ვიყენებთ ესეთ პატარა მენიუს. ეს პატარა მენიუ გამოდის სცენაზე, ან ნებისმიერ ობიექტზე, მაუსის მარჯვენა ყილაკის დაჭერით. შემდეგ ხედავთ, რომ აქ არის edges, object mode, UVs, multi face, vertex face and vertexes. ესე იგი, აქვე განმარტავები ეს, როდესაც ჩვენ ვნიშნავთ vertexes, ინიშნება ობიექტზე ყველა გადაკვეთის წერტილი. ანუ და ჩვენ შეგვიძლია ამ გადაკვეთის წერტილებზე შესაბამისად ვიმოქმედოთ როგორც ჩვენ გვსურს. ან faces ნიშნავს, რომ ნიშნავთ თვითონ პოლიგონებს. პოლიგონი არის ზედაპირი 3D ობიექტის ზედაპირის ნაწილი, ან თვითონ ზედაპირი. edges არის ჩვენი მხები, ან როგორც აღვნიშნე, შეგვიძლია ნებისმიერ მხები მოვნიშნოთ. იმისთვის რომ წრიულად ეს მოინიშნოს, როგორც მე ვაკეთებ, აუცილებელია ორჯერ დავაწყაპუნოთ აი ამ მხებს. თუ ერთხელ დავაწყაპუნებთ, მხოლოდ ერთი მხები მოინიშნება. თუ ორჯერ, მაშინ გარშემო რაც მის ახლომდებარეა, ის მხები მოინიშნება. იგივე მომენტია აქაც, ან აქაც სადაც გსურს. შესაძლებელია მთლიანად მოინიშნოს. ეხლა დავუბრუნდეთ თვითონ მოქმედებას. მოვნიშნოთ ზედა და ქვედა მხები წრიულზე. შევიდეთ აი ამ ფანჯარაში, რომ ზუსტად განსაზღვროთ. აქ არის მაიაში მოცემული იარაღების მთელი ნაკრები. ეს არის მიმართულების მისაცემად, როგორც ხედავთ, სადაც მინდა იქით გავწევ. ეს არის მოსატრიალებლად ობიექტის, ან სხვა ობიექტის ნაწილის. ეს არის ზომის მისაცემი. ჩვენ თვალითვე ვზომოთ აქ რამდენი გჭირდება. მე მგონი საკმარისი. შემდგომ იმისთვის რომ შევკრათ იყოს ბეჭედის მსგავსი ეს ობიექტი, აქ უნდა გამოვიყენოთ extrude, ალბათ 3D პროგრამებში მომუშავე ადამიანებისთვის extrude უცნობი არ იქნება. მაიაშიც არის ესეთი. იმისთვის რომ extrude მოახდინოთ, აუცილებელია ჯერ პოლიგონის სისტემაში მუშაობდეთ. პოლიგონალურ სისტემაში მუშაობისას ჩვენ გვაქვს აი ჩამონათვალი ყველა, რომელიც საჭიროა პოლიგონებთან სამუშაოდ. იმისთვის რომ ჩვენ დავაექსტრუდოთ ეს ობიექტი, შევდივართ edit mesh and extrude. ღილაკი აუცილებლად მონიშნული უნდა იყოს. ამას შემდგომ ტუტორიალებში აგიხსნით რას ნიშნავს ღილაკის ჩართვა გამოგწვა. mesh extrude. როდესაც ჩვენ ვაექსტრუდებთ, ხედავთ რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ აქ ცვლით ზედაპირს, იცვლება მის გარშემო მდებარე ზედაპირიც. დააკვირდით, ხედავთ რომ ისიც ზომაში იცვლება, რაც ჩვენ არ გვაწყობს ამ შემთხვევაში. ამიტომ იმისთვის რომ ზედაპირის მდგომარეობა მიახლოებით შევინარჩუნოთ, აუცილებელია რამდენჯერ დავაექსტრუდოთ. ანუ ერთ დაექსტრუდებაზე დავტოვოთ მხები იმ პოზიციაზე, სადაც ეხლა იმყოფება, შემდეგ დაექსტრუდებაზე ცოტა ჩავწიოთ, შემდეგ ცოტა ჩავწიოთ და მიახლოებით აი ამდენი მხები უნდა მივიღოთ საბოლოოდ. დავიწყოთ. G-key ღილაკზე დაჭერით, მე ვამეორებ ბოლოს მომხდარ პროცედურას, მოვლენას, რაც გავაკეთეთ, ანუ ჩვენ ბოლო მოქმედება იყო ექსტრუდირება. თუ დავაჭრებით G ღილაკს, მოხდება იგივე,
გამეორდება და ხედავთ რომ პოზიცია შეიცვალა, ისევ ცენტრში ვაბრუნებ და ეხლა დააკვირდით, ნახეთ. ეხლა უკვე სხვანაირად არის. ჩვენ ხები, რომლებიც გჭირდებოდა რომ შეარჩუნებულიყო პოზიცია, მათ პოზიცია შეუნარჩუნდათ, დარჩნენ თავიანთ მდგომარეობაში. ისევ ვაწვევით G relax. ისევ დაექსტრუდდა. კიდევ ვაწვევით G relax. ისევ დაექსტრუდდა. და ჩვენ პრაქტიკულად მივიღეთ ის ობიექტი, რომელიც გჭირდებოდა. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა. ალბათ 3D ობიექტებთან ვისაც უმუშავია, იცის რომ UV-ები არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და შრომატევადი სისტემა 3D ობიექტებში. UV ტექსტურიზაცია Maya-შიც არის. UV ტექსტურიზაცია მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც თქვენ გარკვეულ 3D ობიექტს რეალური სამყაროდან რამე ტექსტურას ადებთ, მან უნდა იცოდეს თავისი UV კოორდინატები იმისთვის, რომ სწორად დაედოს. ამ ობიექტზე ეხლა პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ UV-ები არასწორად არის ძალაგებული და ისინი არასწორადაა მოცემული. პირველ რიგში იმისთვის, რომ UV-ები დავალაგოთ, ესა შეიძლება After Effects-ში გადატანისას არ ჩანდეს UV-ების პრობლემა, მაგრამ პროფესიონალი თვალსაზრისით აუცილებელია, რომ UV-ები გასწორებული კონდეთ ნებისმიერ ობიექტზე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაგჭირდათ მისი გამოტანა, სხვა პროგრამაში შეტანა, რაღაცა მსგავსი, შეგექმნებათ აუცილებლად პრობლემები. ნიშნავთ vertex-ის ობიექტზე. ნიშნავთ ზედა და ქვედა vertex-ებს. შევდივართ mesh. Merge vertex tools. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში Merge vertex tools-ი არ გამოგვადგება Merge to center. და ნახეთ, ობიექტი თავისით შეიკრა. ამ შემთხვევაში Maya აკეთებს შემდეგ რამეს. ზედა და ქვედა vertex-ებს გებულობს, ითვლის მათ შორის შუა კოორდინატს და ამ შუა კოორდინატზე ამ ორ vertex-ს აერთებს. ასე უნდა გამოვგზავნოთ ყველგან, ყველა უნდა შევკრათ, ისევ G-key relax-ზე დაჭერით. ვაგრძელებთ მუშაობას. ეს უნდა მოვიყვანოთ ბოლომდე, ესეც ცოტა საწყენია. მოკლედ ერთი სიტყვით, ისეც უყვარს 3D. ხშირად საწყენ საქმეებს აკეთებს ხოლმე. მოდით ეს გვიშლის ცოტა ხანი ხელს, მოვიშოროთ. ამას მალე უნდა მოვჭეთ. თუ თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი რომ შეისწავლოთ Maya, პირველ რიგში უნდა დაგუგლოთ, დასერჩოთ რა არის Maya, რისთვის არის საჭირო, რა უპირატესობები აქვს 3D Max-თან მიმართებაში, რა უპირატესობები აქვს 3D Max პირიქით. მე მგონი Maya იმათვის არის გამოგონილი, ვისაც მულტფილმები უყვარს, ან ფილმები უყვარს თანამედროვე განსაკუთრებით. აქ Maya-ში ბევრი ისეთი tools-ია, ბევრი ისეთი პლაგინია, რომელიც დაგეხმარებათ სერიოზული movies გაკეთებაში. მაგალითისთვის Maya 2013-დან დაწყებული. უკვე მინდა გითხრათ 2014 უკვე გამოსულია. თვითონ Maya-შივეა ინტეგრირებული motion capture ტექნოლოგია. ვინც არის რა არის motion capture-ი, შეგიძლიათ ისე დაგუგლოთ. ეს სიტყვით motion capture-ი გაძლევთ ფლებას. 3D ობიექტს ამოძრავთ ისე როგორც თქვენ გსურთ. ან მაგალითისთვის რაღაც პერსონაჟი აიღოთ, ანუ მსახიობი თქვა დაეკირავოთ.
ჩააცვათ სპეციალური კოსტუმი, გქონდეთ motion capture-ის ოთახი, თავისი უამრავი კამერებით, მოწყობილობებით, რა თქმა უნდა, მაიათი, notebook-ით და ასე შემდეგ, უძლიერესი კომპიუტერებით და ამ თქვენი მსახიობის მოძრაობებს motion capture ტექნოლოგია ავტომატურად online რეჟიმში ასახავს თქვენს 3D პერსონაჟს. ეს არის motion capture. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამით არ თავდება მაიას ფუნქციები. დღეისთვის შემუშავებულია კინექტიკური მოძრაობების პროგრამები, რომელიც აგრეთვე ინტეგრირებულია Autodesk Maya-ში და უახლოეს მომავალში უფრო კარგად იმუშავებს ის. ჩვენი ობიექტი ამ მომენტისთვის თითქმის გამზადებული არის. გჭირდება მგონი რომ Maya-ს აქვს ერთ თვისება, როგორც Photoshop-ს, ის ინახავს, აი, განახებთ მონიშნოთ ობიექტი. ის ინახავს ამ ობიექტის შესახებ ისტორიას. რა გავუკეთეთ მას? ჩვენ ამ შემთხვევაში ამ ობიექტს მოვახდინეთ უამრავი ვერტექსების merge, ანუ გაერთიანება. რაც აისახა მის ისტორიაში და ეს ისტორია აისახება ავტომატურად თქვენს ოპერატიულ მეხსიერებაზე და შესაბამისად კომპიუტერი ჭედვას დაიწყებს, ამიტომ აუცილებელია რომ ხანდახან ეს ისტორია წავშალოთ. შევდივართ edit, delete all by type, delete history. და ჩვენი ისტორია გაქრა და ობიექტი უფრო კარგად მოძრაობს განზომილებიან სივრცეში. მე მგონი ერთი ობიექტი თითქმის მზად არის. ცოტათი შესწორება ჭირდება face. როგორც 3D Max, Maya-საც აქვს სცენის ფანჯრები. ეხლა გამომარტავ რა არის. ეს ფანჯარა არის 3D მოძრაობისთვის, 3D ობიექტს დაინახავთ სამგანზომილებაში. ეს არის stop, აი აქ როგორც ხედავთ, ზემოდან უყურებს ეკრანს. მისი ამოყირავება, ამოტრიალება შეუძლებელია. თქვენ შეგიძლიათ იმოქმედოთ მხოლოდ აი ამ მიმართულებებით. მარჯვნივ, მარცხნივ და საითაც გსურთ. ეს ფანჯარა არის front, ამათი დაყენებას თქვენ თვითონ შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით, მაგრამ მე ამ შემთხვევაში default-ად მიყენია. ეს არის front მხარე, ანუ სახის მხარე. აქაც იგივე მოქმედებით შეგიძლიათ გააკეთოთ, ოღონდ მხოლოდ ორი მიმართულებით და აქ არის right. ამ შემთხვევაში front და right დაეთქვა, იმიტომ რომ ობიექტი ორი მხრიდან მსგავსი არის. შემდეგ რა მინდოდა აქ? მინდოდა ის რომ აი ეს პოლიგონები მომინიშნა. მონიშნოთ ეს პოლიგონი, რომ დავინახოთ აქ სწორად და კორექტულად. მოვნიშნოთ ყველა პოლიგონი, რაც კი ეხება ამას. მე მგონი ზედმეტიც მოგვივიდა კი. ეს არის აუცილებელი. მაგრამ შეიძლება ცოტა ექსპერიმენტებით ჩავატაროთ, არ არის პრობლემა. როცა skills ვაძლევ, ხედავთ რომ ის ბრტყელდება და ერთიანდება სავით. ის მიღწევაც მინდოდა ალბათ. ცოტა მივამსგავთოთ ორიგინალს. რომელიც იქ წინათ ვიდეოში ვნახეთ. ასე ცოტა შეიძლება ეს მოვაწყებოთ. აქვე შეგვიძლია ეს დავარედაქტიროთ როგორც გსურს. თუმცა ზედმეტი მომივიდა. იყოს ესე. მოვნიშნოთ ისე მხები. შეგვიძლია ეს მხები ცალკე დავარედაქტიროთ. ეს გავწიოთ როგორც ჩვენ გსურს. კარგი. და ეხლა მივცეთ როგორც გახსოვთ ან დააკვირდით კლიპზე ეს წრე თუ რავი ბეჭედი უწოდოთ, ბეჭდის ფორმა. ცოტათი არის თავში წვრილი და შემდგომ ფართოვდება სავით. ეს შეგვიძლია ჩვენ ორი გზით გავაკეთოთ. ერთი გზა არის რომ
თვითონ თითოეულ პოლიგონს დავუვაროთ და გავზარდოთ ისე როგორც ჩვენ გვსურს. აი მაგალითად ეს. გაცრავად. აი ესე. და დავაწვრილოთ ან რაღაც. აი. მაგრამ მე გთავაზობ უფრო მარტივ გამოსავალს. თქვენ აქ ასევე გაქვთ მენიუ. სხვადასხვა იარაღებისა, curve, surface, polygons, subdivisions, deformation, animation, dynamics, rendering, paint effects, tools, music, flood, fur, hair, enclave და costume. აი ამ შეგიძლიათ თქვენთვის გაიმზადოთ სხვადასხვა იარაღები, ამის შესაძლებლობას მაინც გაძლევთ და შემდგომ ტუტორიალებში აუცილებლად მოგახსენებთ როგორ გავაკეთოთ ეს. ესე იგი, იმისთვის რომ ჩვენ ეს ობიექტი შევცვალოთ, გვჭირდება deformation. Deformation და აი ეს. Nullier, მე მგონი ესე ქვია, თუ არ მეშლება. ხედავთ რომ გამოჩნდა curve, ეს არის curves. ალბათ 3D Max-ში მომუშავე ადამიანებისთვის ცნობილი იქნება რა არის curves. ჩვენ მას და ამ curves deformation ფანჯრიდან აქვს განსაკუთრებული თვისებები, მას შეუძლია ობიექტზე ზემოქმედება. თქვენ თვითონ ნახავთ ახლა როგორ შეიძლება შევცვალოთ ობიექტის ფორმა და დეფორმაციები მივცეთ მას. მარჯვენა მხარეს, აი ეგ. მარჯვენა მხარეს გვაქვს ჩვენ მოცემული ცხრილივით, სხვა ზემოქმედებების ცხრილი დავარქვათ ასე. ინგლისურად ქვია nonlinear deformation attributes. და ჩვენ გვინდა აი ამ შემთხვევაში წინა face მხარეს ზედა top მხარე იყოს ცოტათი უფრო წვრილი ვიდრე ქვედა. ამიტომ ვაძლევთ იგივე ზომას, დავაკოპიროთ. ნახოთ რა გამოგვივიდა. მე მგონი ცოტა ზედმეტია. მივცეთ 0.9, 0.9-ზე. ალბათ საკმარისი არის. მე მგონი კაია. არა უშავს. შეიძლება კიდე რა ცვლილებები შეტანო, მაგრამ დავატოვოთ ესე. ეხლა ამისთვის რომ ეს curve მოვიშოროთ და ყველგან არ ვატაროთ, მინდა გითხრათ რომ საკმაოდ ამძიმებს ეს ოპერატიულ მეხსიერებას, როცა დიდ ობიექტების დეფორმირებას აკეთებთ და თქვენ ამ ობიექტთან ერთად, თქვათ ანიმაციას როცა აკეთებთ, ამ ობიექტთან ერთად მის ტარება თითქმის შეუძლებელი ხდება. კომპიუტერი ეგრევე ჭედვას იწყებს. იმისთვის რომ ეს მოვიშოროთ, ისევ შევდივართ edit delete all by history და ის გაქრება. და ჩვენი ობიექტის ფორმა შენარჩუნებულია. ჩემი აზრით ცოტათი ზედმეტი მომივიდა. მეტად შევარდყილე ეს უკანა მხარე. მომნიშნოთ ცოტა სკილი მივცეთ, გავზარდოთ რადიუსში და ცოტათი ამოვწევთ. ცოტა განსხვავებული ფორმა მივიღოთ. ესე იგი, ჩვენი პირველი ობიექტი მზად არის მოქმედებისთვის. მე მგონი ცოტა დავსკილოთ. მაგრამ იმისთვის რომ შევამოწმოთ, სწორად გვაქვს თუ არა UVS-ი დალაგებული. ჩვენ აქ ობიექტს შევცვალეთ ზომა, როგორც ხედავთ, იმისთვის რომ ეს დეფოლტად მივიღოს სხვა სისტემებს და ამავე Maya სისტემებმაც ამისთვის აუცილებელია freeze transformation მივცეთ. Modify freeze transformation. Freeze transformations აქვს თავისი ატრიბუტები. თუ freeze transformation მოვნიშნოთ და ეგ პატარა ფანჯარასავით აქ ღილაკით დავაწვევით ამ ღილაკს,
გამოვარდება დიალოგური ფანჯარა, სადაც ჩვენ გვაქვს მოცემული ის ატრიბუტები, რომლის გაქვავება, გაყინვა შეგვიძლია. ანუ ეს default-ი გახდება. გვაქვს translate-ი, rotation და skill-ი. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ გვინდა რომ skill-ი გავყინოთ. იმის დემონსტრაციისთვის თუ რა შვება ეს ღილაკები, მე skill-ს გამურთავ აქ და მივცემ freeze transformations. ამ შემთხვევაში არაფერი არ შეიცვალა. მაგრამ ისევ შევვალ modify freeze transformation პატარა ღილაკი, ჩავრთავ skills და freeze transformations დავაჭრები. ნახავთ რომ აქ 0.8 რაღაც იყო, გახდა 1. ეს ობიექტი ამ ობიექტმა მიიღო თავისი default ნიშნულები და იმ მდებარეობით, ამ მდებარეობაც გააჩნია ახლა ის აღიქმნება სხვა სისტემებშიც. ჩვენ შემთხვევაში top ჭირდება რომ ეს ამოვაყირავოთ იმისთვის რომ ზედაპირები სწორად გასწორდეს 180 გრადუსი ამოყირებულია და ისევ modify freeze transformation ყველაფერი სწორად არის ობიექტი გამზადებული ექსპორტირებისთვის ცოტა შევარგულოთ აქ ეს არ მოწონს თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ გააკეთოთ ისე როგორც გსურთ ამაში არანაირი პრობლემა არ არის ფიქრობ რომ ზუსტად იგივე ობიექტი არ გამოგვივიდა რაც ორიგინალშია მაგრამ მიახლოებით არის და ეს მეგონი საკმარისია ობიექტი გამზადებულია ექსპორტირებისთვის დავასეივოთ პროექტი მე ამ პროექტს შევიდახ დესკტოპზე პრინციპში მაიას პროექტები შენახვა ესე არ ხდება მაგრამ ამ შემთხვევაში გამოვიყენებ პატარა მეთოდს და გავაკეთებ ისე როგორც სურს rename დავარქვათ cross და auto cross იმიტომ რომ ზუსტად ახლა ვაკეთებთ ჩვენ ჯვრებს რომელიც შემდგომ აი ამ ობიექტში დაიწყობა create project შევდივარ project file-ში აქ იქნება my folder-ი ცალკე და იქნება after effects folder-ი ცალკე my folder-ში ვინახავთ ამ პროექტს როგორც cross and save ეხლა ჩვენ გვჭირდება რომ ამ ობიექტზე განვთავსოთ ჯვრები ისე როგორც ორიგინალშია ან მიახლოებით ამისთვის პირველ რიგში უნდა შევქმნათ ჯვარი მოდით ეს ობიექტი დროებით შევინახოთ გადავმოვლოთ ასე ვთქვათ ამის რამოდენიმე გზა არსებობს მაიაში ერთ-ერთი გზა არის layer სისტემა აი ეგ შეგიძლიათ თქვენ შექმნათ layer-ი ეს Photoshop-ის layer-ის მსგავსია ანიჭებთ სახელს წრე დავარქვათ აძლევთ layers colors save და შემდგომ მონიშნავთ ობიექტს მიდიხართ layer-თან აწვევით მარჯვენა ღილაკს და add selection objects და როცა თქვენ add selection objects აგრძლებთ აი ეს ობიექტი განთავსდება layer სისტემაში ეხლა თქვენ შეგიძლიათ ეს layer-ი დამავლოთ გააკროთ საერთოდ და სცენა იქნება თავისუფალი ასევე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დავბრუნოთ უკან ეს საკმაოდ მოსახერხებელია როცა ეს სცენაში რამოდენიმე სხვადასხვა ობიექტს აგებ კარგით მეგობრებო შევხვდებით შემდეგ ტუტორიალში სადაც ჩვენ გავაკეთებთ ჯვარს ორიგინალური ვიდეოს მიხედვით